კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის ქრონიკა 14 საათზე, ახალ ამებს თორნი გეკვერენჩხლაძე გაგაცნობთ. აღმოსავლეთ საქართველოში თოვლი და ყინვა ამოსალოდნელი თოვლობის გამო გუდაური კობის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ინტენსიური თოვლის და ცუდი ხილვადობის, ასევე ქარბუქის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე ყველანაირი ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. თითოეულობაა გომბორის უღელტეხილზეც, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით დასავლეთ საქართველოში სუსტი თოვა, რის გამოც შეზღუდვები არ დაწესებულა. შემუშავებები პერიოდულად აწვდიან საავტომობილო გზების დეპარტამენტს ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ. ტექნიკა განაწილებულია და რაც არ უნდა მძიმე და რთული ზამთარი იყოს, ტექნიკა სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მოემსახუროს გზებს და მოხდეს თოვლის წმენდა. მით უმეტეს წელს ჩვენ 10 ერთეულზე მეტი ახალი ტექნიკა დავამატეთ. ჩვენ ყველა მიმართულებით ძირითად საავტომობილო გზებზე, რაიონულ ცენტრებთან და მისასვლელ გზებზე შენარჩუნებული გვაქვს ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდის სამუშაოები, ამჟამად გრძელდება. ერთადერთი ამ ეტაპზე არის მოძრაობა შეზღუდული გუდაური კობის მონაკვეთზე, სადაც იყო რთული მეტეოროლოგიური პირობები და აქაც უკვე დაწყებული არის გაწმენდის სამუშაოები და ველოდებით მანდაც უმოკლეს პერიოდში მოძრაობის აღდგენას.